სიულ განათლებაზე მოთხოვნა მზარდია, ამას მოწმობს გასულ წელს პროფსასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობის 10%-იანი მატება, 17%-იანი ზრდა აჩვენა კურსდამთავრებულთა რიცხვმაც. ზოგადად, როგორ ხდება პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვა, როგორია სასწავლებლების ხელმისაწვდომობის გეოგრაფია ქვეყნის მასშტაბით, რომელი პროფესიებით ინტერესდებიან ადამიანები ყველაზე მეტად და როგორია თანხwebdriver ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციას შორის. რას გვთავაზობს პროფესიული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები, რაც ცოდნის მოკლე ვადებში დაუფლებისა და ღირსეული დასაქმების გარანტია. სახელმწიფოს, ბიზნესის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლზე ქვეყანაში პროფესიული განათლების სტანდარტის ამაღლების საქმეში კოლეჯის სპექტრის დირექტორთან მათე ტაკიძესთან განვაგრძობთ თემაზე საუბარს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პროგრამებზე მიღება იწყება 28 აპრილს და ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ამ თემის შეხსენება იქნება საკმაოდ სასარგებლო. ბატონო მათე დილას და მოგესალმებით. ბატონო მათე ვახსენე წეგან, რომ 28 აპრილს იწყება უკვე რეგისტრაცია. მოდით თავიდან ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ თუ როგორია ეს პროცესი და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ხელმისაწვდომობაზე. გადანაწილება პროფესიული სასწავლებლების ქვეყნის მასშტაბით როგორია და ასევე ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება. უპირველესად მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან მარტივი არის პროფესიულ განათლებაში რეგისტრაცია, ონლაინ რეჟიმში შეუძლია ისე რომ არ მოვიდეს და არ მივიდეს არც ერთ კოლეჯში და რეგისტრირდეს. რაც შეეხება გეოგრაფიულ დაპყრობას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, დაბაში არის დღეს პროფესიული კოლეჯები, სადაც არის უამრავი სხვადასხვა ტიპის სტანდარტები და არის გემოვნების მიმართულებით ძალიან ბევრი არჩევანი, იმისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს, შეერჩიოს კონკრეტული პროფესია და დასაქმდეს დამთავრების შემდგომ და ყველაზე მთავარი დონორი არის სახელმწიფო. მე მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას უთხრა, რომ პროფესიული განათლება არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და უფასო, იმიტომ რომ სახელმწიფო აფინანსებს თითოეული მოქალაქის სწავლებას პროფესიული განათლების სისტემაში და ეს ხდება როგორც გრძელვადიან პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ იმდენად დიდი არის დეფიციტი ბაზარზე, კონკრეტულად ბიზნესის მიმართულებაში, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამზადებთ ასეულობით და ათასობით კადრს, დეფიციტია მაინც და მიუხედავად ამისა ჭირდება ბიზნეს გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრი და მომართვიანობის გაზრდა ამ ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა, გამომდინარე იქედან, რომ ბევრი მომართვიანობა არის. საუბრობთ, რომ მომართვიანობა გაზრდილია. ძალიან სასიამოვნო ფაქტია ის, რომ სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც პროფესიული განათლების მიმართ იყო, შეიძლება ითქვას, რომ წარსულს ჩაბარდა. მე მინდა გკითხოთ, მომართვიანობის გაზრდის ფონზე ის კვოტები, რაც დღეს არის დაშვებული, რამდენად არის საკმარისი და მოთხოვნად პროფესიებზე განსაკუთრებით ხომ არ დგას დღეს უკვე დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ უნდა გაიზარდოს მიღების რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ გაზრდა აუცილებელი არის, გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესს ჭირდება კონკრეტული ადამიანები, მინდა ვთქვა, რომ ინვესტიციის პირველი წყარო, როდესაც ისინი შემოდიან ქვეყანაში და დებენ გარკვეული ტიპის ინვესტიციას, მათი მოთხოვნა გახლავთ, რომ ყავდეთ კონკრეტულ მიმართულებაზე ძალიან კვალიფიციური კადრები, შესაბამისად ჩვენ ამისთვის ზრუნავ და ვაკეთებ და მინდა მოსახლეობამ ესევე იცოდეს, რომ ნებისმიერი პროგრამა, ეს არის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი პროგრამა, ჩვენ ვაკეთებთ ამას ბიზნესთან ერთად. ანუ პირველად ვალიდაციას გადის ბიზნესთან, როცა ბიზნესი ამბობს, რომ ჭირდება და ეგეთი კონკრეტული მიმართულების შინაარსობრივი პროგრამა, ამის შემდგომ ჩვენ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას და შემდგომ ვიღებთ სტუდენტებს კონკრეტული მიმართულებებზე. აქ შეიძლება სექტორად დავყოთ, ანუ ბევრი სექტორია, სამშენებლო ინჟინერია, რომელსაც უზარმაზარი მოთხოვნა არის, სამშენებლო ინჟინერიაში ჩაშლილია ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ტურიზმი, იგივე საექნო საქმე, IT ინჟინერია, ავტოინჟინერია, სასოფლო მიმართულებები, სერვისის სფერო და ასე შემდგომ. ანუ ყველა ამ სფეროში დღეს მოთხოვნა გაზრდილია და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და თქვენ ახსენეთ სტერეოტიპები, მინდა ვთქვა, რომ სტერეოტიპები საქართველოში იმსხვრევა, გამომდინარე იქედან, თუ ადრე ეს არ იყო მიმზიდველი, დღეს ესე აღარ ხდება. ახალგაზრდები მოდიან, რომელიც არიან ძალიან პრაგმატულები, რეალისტები, ისინი ზუსტად უყურებენ სად შეიძლება მიიღოს მოკლევადაში პროფესიული განათლება და დასაქმდეს ძალიან წარმატებულად, მით უმეტეს გეტყვით, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების ანაზღაურების სისტემა არის ძალიან მაღალი დღეს საქართველოს პირობებში. თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გაქვთ. რეალურად ეს არის წინაპირობა იმისა, რომ კურსდამთავრებულები დასაქმდნენ. როგორია სტატისტიკა დასაქმებულთა და ასევე ანაზღაურების ნაწილი? მინიმალური ვთქვათ, რომ ღირსეულია ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მინიმალური დასაქმების მაჩვენებელი არის 70-დან 80%.
პროცედამდე ეს არის მინიმალური, იმიტომ რომ შესაბამისად ფილტრაცია რო არ ხდებოდეს ან ადამიანები რაღაც გარკვეული მიზეზებით არ გადიოდნენ პროფესიული განათლების სივრციდან, გაცილებით მაღალი იქნება დასაქმების მაჩვენებელი და გეტყვით რომ ბაზარზე შემოდის კიდევ გარდა ამ ყველაფრისა ამ არსებული პროფესიებისა ბიზნეს ჭირდება ახალი მიმართულებები და ახალი პროფესიები, რომელიც საქართველოში ვითარდება და მინდა ვთქვა რომ ბიზნესის ჩართულობა რო არ იყოს წარმოუდგენელი არის ჩვენ ამ მიზნებისკენ სვლა და იმ წარმატების მიღწევა რომელიც დღეს გვაქვს პროფესიული განათლების სისტემაში. მე მინდა გითხრათ რომ მილიონობით ინვესტიცია ჩაიდო თუნდაც სპექტრის განვითარებაში. შარშან ერთმა კომპანიამ ჩადო 5 მილიონი ლარის ინვესტიცია და მადლობა მინდა მას გადაუხადო. ჩვენ ეხლა ვაპირებთ მეორე ესევე მსხვილი ბიზნეს ინვესტიციის განხორციელებას კოლეჯში, რომელსაც ვიწყებდა წლის ბოლომდე დავასრულებ და მესამე ზუსტად ეხლა ვაპირებთ კიდევ ახალი მიმართულების განვითარებას, ისევე როგორც სუსტი დნების განვითარება, ანუ ახალ პროფესიებზე მოგსაუბარი საერთოდ ახალზე, რომელიც საქართველოში არ ყოფილა. დღეს რეალურად ბაზარზე მოთხოვნა არის. ბაზარზე მოთხოვნა და ანაზღაურებაც მაღალია ძალიან და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ შესაბამისად კანონმდებლობაც ითხოვს, რომ კონკრეტულ მიმართულებებში სპეციალისტები ყავდეთ კომპანიას, ბიზნეს და ზოგადად ბაზარი დაკმაყოფილებული იყოს. ამიტომ მოსახლეობას მუდმივად აქვს არჩევანის საშუალება, მუდმივად აქვს მოძიების საშუალება და მინდა უთხრა, რომ ყველა მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდება გამომდინარე იქედან, რომ იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს უკვე პროფესიული განათლების სივრცეებში, რომ შეიძლება ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა მოძებნოს ის, რაც მას ჭირდება, რაც მისი შინაგანი მოწოდება არის და ბატონო მათი ბიზნესის და სახელმწიფოს როლზე და ჩართულობაზე ისაუბრეთ. ერთ დროს იყო გამოწვევა ბიზნესის აქტიურობა, რაც დღეს უკვე აღარ დგას, როგორც თქვენ სერიოზული გამოწვევა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ნაწილზეც მინდა გკითხოთ, მათი ჩართულობა და მათი ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი. საკმაოდ მაღალი არის, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობას, ჩვენ ახლა ვაპირებთ ზუსტად ახალი ბიზნესის შემოყვანას, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და ეს არის ავსტრიელების საერთო ჩართულობით, ქართული და ავსტრიული ბიზნესის საერთო ჩართულობით, ეს საერთაშორისო დონორები გახლავთ. მე მინდა ესევე მადლობა გადაუხადო სოციალური პროექტი და ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია TICA, რომელმაც არა მხოლოდ ასე ვთქვათ პარტნიორია ჩვენი, არამედ საჩხერის ფილიალის თავიდან ბოლომდე აღჭურვა გააკეთა, გარდა ამისა თბილისში ბევრი ესეთი ინვესტიცია განახორციელა და ეხლა ვიწყებთ კიდევ ორ ახალ პროექტზე მუშაობას TICA-სთან ერთად, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში არიან ჩართულები, არამედ ისინი საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციას ახორციელებენ იმისთვის, რომ პროფესიული კოლეჯები და განათლება იყოს განვითარებული. წარმოუდგენელი არის საერთაშორისო დონორების ჩართულობის გარეშე ბუნებრივია იმ დარგების განვითარება, რომელზედაც საუბარი გვაქვს, იმიტომ რომ აქ ორი მიმართულება გახლავთ. ერთი არის ინფრასტრუქტურა, მეორე არის გადამზადება პედაგოგების და ჩვენი პედაგოგები გვინდა რომ მუდმივად გადაემზადონ წამყვან ევროპულ ქვეყნებში, წამყვანი ევროპული ქვეყნების ექსპერტების მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარისხი იქნება ძალიან მაღალი და ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც ჩვენთან მოდის, მას ექნება საშუალება მიიღოს ევროპული და მაღალი ხარისხის ტიპის განათლება. ბატონო მათი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ წარმატებაზე, ეკოსისტემაში არის ალბათ გამოწვევები. რა მიმართულებით არის სამუშაო? ერთადი გამოწვევები გახლავთ ის, რომ ჩვენ გვინდა მოსახლეობას კიდევ მეტად ინფორმირებული იყოს და ზუსტად ესეთი გადაცემები და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ, რომ ესეთი გადაცემები ინფორმაციის გატანას ემსახურება და ძალიან ბევრი ადამიანი გებულობს პროფესიული განათლების შესაძლებლობებს ამ უმწურავ ინფორმაციას და გარდა ამისა პირველი გამოწვევა რაც შეიძლება იყოს ეს არის პედაგოგები. ჩვენ გვჭირდება პროფესიულ განათლებაში მომზადებული მაღალი სტანდარტის კადრები და როცა გადის დავუშვათ კოლეჯი და რომელიმე მიმართულების პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, მისი ჩანაცვლება არის ურთულესი პრობლემა. ჩვენ ამაზე გვიხდება საკმაოდ სერიოზული ძიება, ბიზნესთან ურთიერთობები, მე ბიზნესიდან მოგყავს, ანუ ამზადებთ ამ ადამიანებს და ასე შემდგომ. ანუ როგორც ბაზარს უჭირს კვალიფიციური კადრები, ჩვენს გვიჭირს რომ მოვიყვანოთ იგივე სტანდარტის და იგივე ხარისხის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც საჭიროა რომ კითხულობდნენ ლექციო საათებს და შესაბამისად კვალიფიკაციას აძლევდნენ ჩვენს მომავალ სტუდენტებს. კი ბატონო და ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, ბოლოს გეგმებზე ვისაუბროთ, საგაზაფხულო მიღება იწყება ახლა 28 აპრილს, როგორც აღნიშნეთ, სიახლე რა იქნება დაინტერესებული ადამიანებს. ძალიან ბევრი სიახლე, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას რომ 28 აპრილს ისინი შეუძლია დარეგისტრირდნენ უკვე ნებისმიერ კოლეჯში საქართველოს მიმართულებით, ნებისმიერ დაბაჟ და ქალაქში ეს არჩევანის საშუალება საკმაოდ მაღალია, სწავლა სრულად არის დაფინანსებული, ბევრი ახალი პროფესია შემოვიდა
შემოვიდა კონკრეტულად ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი ახალი სტანდარტის ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩო შემოვიდა და შესაბამისად შეუძლია ამ ახალ სტანდარტებზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ განათლება და გარდა ამისა ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებ და გავიმეორებ რომ როგორც ბიზნესის ჩართულობა არის გაზრდილი გარდა ამისა აუცილებლად მინდა ვახსენო თქვენი ეთერით რომ შეშემე პირების და სპეციალური საჭიროების საგამოწმო პირების ჩართულობა ჩვენ მზადავართ კიდევ ერთხელ და მათ მოუწოდებ ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში რომ გავზარდოთ მათი ჩართულობა და ინკლუზიურობა პროფესიული განათლების სივრცეებში. ანუ პროფესიული განათლება ჩვენს ქვეყანაში არის ინკლუზიური და მორგებული შეშემო და სპეციალური საჭიროების პირებზე. ამ თემაზე ჩვენს ეთერში სხვათა შორის საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მარტინ საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. მაყურებელს კი ვინც არის დაინტერესებული ამ თემით, უსურვოთ წარმატებები 28 აპრილიდან, მათ შეუძლიათ უკვე დარეგისტრირდნენ საკმაოდ მარტივად ონლაინ.